სოკოთი მოწამვლის შედეგად კახეთში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. პაციენტი მკურნალობას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადიოდა, თუმცა მედიკოსებმა გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმე მდგომარეობაში არის მისი მეუღლეც, რომელიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. ბოლო 10 დღეში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სოკოს ინტოქსიკაციით 20 ადამიანი მკურნალობს. მედიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ვარგისის გარდა შხამიანი სოკოებიც არის. ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებულად იმატა სოკოთი ინტოქსიკაციის შემთხვევებმა, დაახლოებით 10 დღის 2 კვირის განმავლობაში 20-ზე მეტი პაციენტი იქნა შემოყვანილი კლინიკაში. ინტოქსიკაცია საკმაოდ რთულად არის გამოხატული, აღნიშნულია შხამიანი სოკოს, ამანიტას ჯგუფის სოკოთი მოწამვლის შემთხვევები, ვიცით ეს არის ესეთი საკმაოდ ძლიერი შხამი, რომელიც თერმული დამუშავების შედეგადაც განაგრძობს ინტოქსიკაციას ორგანიზმის მიუხედავად მისი დამუშავების შემდგომ მიღებისა იყო ლეტალური შემთხვევაც, მაქსიმალურად აქტიურად არის კლინიკა ჩართული და მობილიზებული მსგავსი პაციენტების მიღების და მკურნალობისთვის, თუმცა მე ურჩევ მოსახლეობას, რომ შეიკავონ თავი, მსგავსი რაოდენობის ინტოქსიკაციის შემთხვევები ალბათ ბოლო წლების განმავლობაში პირველად არის დაფიქსირებული, შესაძლოა რაიმე ისეთი გავრცელებული სოკოა, რომელიც იწვევს სხვა კარგი სოკოს ინტოქსიკაციებსაც მიღების შემთხვევაში, ამიტომ შემითხოვნა რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი მოსახლეობა, თუ არ იციან დაზუსტებით რომელ სოკოს მიირთმევენ. პაციენტების მკურნალობა ინტენსიურ განყოფილებაში ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და იმედი მექნება რომ რთული და ძალიან გართულებული შემთხვევები უკვე მოიკლებს და აღარ იქნება ლეტალური შემთხვევა.